18 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია ფარგლებში. ექსპოზიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ შერვაშიძის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს მოიცავს, ასევე მის პირად არქივს. გამოფენის გახსნასთან ერთად 18 მაისს ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა. აქედან დაახლოებით 200 ნამუშევარი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეას გადაეცა, რომელიც 2024 წლის 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა. შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და კერძო კოლექციებში. ყველაზე დიდი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილია ძირითადად ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმში დაცული მისი ნამუშევრები, რომელიც მან უსასყიდლოდ გადმოსცა საქართველოს. სულ ჯამში არის 270, აქ თქვენ შეხვდებით ესკიზებს, თეატრალურ ესკიზებს, დეკორაციებს, სამუშაო ნახაზებს, ფერწერას, პორტრეტებს და ასევე მის პირადი არქივიდან წერილებს, რომელიც ამ გამოფენისთვის სპეციალურად მისი შთამომავლის მიერ არის ჩამოტანილი უცხოეთიდან. ალექსანდრე შერვაშიძე თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დეკორატორად აღიარებული ევროპაში მცხოვრები მხატვარი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. შერვაშიძეს საგვარეულოს შთამომავალი, მან თავისი მთელი ნამუშევრები მიუძღვნა თავის სამშობლოს. სამწუხაროდ მოგეხსენებათ, ნაწილი ნამუშევრების ხანძრის შედეგად დაიწვა სოხუმში და აქედან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოხატა ინიციატივა, გამოეცა ალექსანდრე შერვაშიძის წიგნი ალბომი, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული 300-მდე ნამუშევარი.